გოგოებო, თმა შევიღებე და ახალი მანიკური გავიკეთე. რა მაგარია! ლუზერებო, იჩქარეთ, ჩვენ უკვე აქ ვართ. კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის. დღეს კამპუსში დასუფთავების დღეა. ხო, ტერიტორიის დასუფთავება. ერთხელ როცა ნაგავსყრიდი, ურნაში ძველი iPhone-ი ვიპოვე და ის ისევ მუშაობდა, წარმოიდგინეთ. სისულელე. ბუშტო, ნაგავში იქექები? არა, ის ზუსტად თავსახურის ქვეშ იყო და მე ხელით ავიღე. წელსაც რომ ვიპოვო ახალი iPhone-ი. კარგი, და სად არის კამილის გუნდი? ისინი ვარჯიშობენ. ჰეი, კამილ. ხო, ამინა. ჩვენ ახლა შეხვედრა გვაქვს კამპუსში. შეხვედრა? არა, ჩვენ ვარჯიში გვაქვს. ჩვენს გარეშე ვერ შეძლებ? არ შეგვიძლია, ყველა უნდა იყოს შეხვედრაზე. კარგი, პატარა დაიკო. კამილ, რა მოხდა? ვარჯიში დასრულდა. მოდით, შეხვედრაზე წავიდეთ ახლა. მე ახლახანს გავხურდი. აბა, მეგობრებო, ვინ შეაგროვებს ტოქსიკურ პლასტმასს? რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებ. ლუზერები ყოველთვის ისეთი ბედნიერები ჩანან დასუფთავების დღეებში. ბუშტმა ბოლოს ნაგავში iPhone-ი იპოვა. ლუზერები ტოქსიკურ პლასტმასს აგროვებენ. ბიჭებო, ჩვენ რას ვაპირებთ? ხეებს დავრგავთ თუ ნაგავს შევაგროვებთ? არ ვიცი რას ვიზამთ, მაგრამ ნაგავს ნამდვილად არ შევაგროვებთ. მოდი წელს ღობე შევღებოთ. საღებავის ფერს კი მიავარჩევ. ეს ჩემი კიკინების ფერი იქნება. ახლა კი ზონებად დავიყოფით და ჩვენ საყვარელ კამპუსს დავალაგებთ. ახლავე გეტყვით, რომ მე მიწას ვერ გავთხრი, ახალი მანიკური მაქვს. ჩვენც. კარგი, ლორა და ტყუპები ბუჩქებსა და ხეებს მორწყავენ. კარგი. მოდი ნაგავი შევაგროვოთ. იქნება iPhone-ი ჩვენს ვიპოვოთ. დენ, სულელი ხარ? გოგოებმა რომ დაგვინახონ როგორ ვიქექებით ნაგავში, რას იფიქრებენ ჩვენზე? ჩვენთან დროის გატარება აღარ მოუნდებათ. დენს, რა ნაგავი ხარ? დაკ, რატომ ილანძღები? ნაგვის ამბავი უბრალოდ ხუმრობა იყო. მოკლედ ბენს, დენს, დაკ. თქვენ ხეებს დაეხმარებით გაზრდაში. ფუ, ნაკელი, ჯანდაბა. ვინც დასუფთავებას საუკეთესოდ გაართმევს თავს, ტკბილეულის ტომარას და კამპუსის საუკეთესო დამლაგებლის ნიშანს მიიღებს. კამილი, ფაზლი და ნაისი საწყობს დაალაგებენ. გაგვიმართლა. მოდი საწყობში ჩავიკეტოთ და ტელეფონზე ვითამაშოთ თამაშები. ჯანდაბა საწყობში მტვერია და მე მტვერზე ალერგია მაქვს. ნაის შეწყვიტე წუწუნი, თორემ ლუზერებთან ერთად ნაგავში წახვალ. არა, ლუზერებთან მართლა არ მინდა. როგორ შეიძლება ასეთი სულელი იყო და ტოქსიკური პლასტმასი გარეთ დაყარო? კონკა, რა გაბრაზებს? სწორედ ამისთვის ვართ აქ. ჩვენ ვართ პლასმასის მონადირეები. ჩვენ რომ არა, ჩვენი კამპუსი დიდი ხნის წინ ნაგავში ჩაიძირებოდა. დილან, არ დახურო? ჯანდაბა, შეხედე, iPhone-ი ვიპოვე, არ არსებობს. თვალებს ვერ ვუჯერებ. მიდი შეამოწმე, მუშაობს? ხო, ახლავე. მუშაობს. ვაუ. ნამდვილად გაგიმართლა, ვიცი. მოდით ახლა შემდეგის მორწყვაზე გადავიდეთ. კარგი. ფუ, რატომ აქვს ნაკელს ასეთი ცუდი სუნი? უკეთესი იქნებოდა ნაკელის თხრის ნაცვლად პლასმასის შესაგროვებლად წავსულიყავი. და ის საქმე არც ისე ცუდად არის. ფუ, მორჩა, სულ ეს არის. მეგობრებო, შეხედეთ რა ვიპოვე. ეს თამაშია, გამოიცადი რა დევს 5-ში. კარგი, ეს მაგარია. იქნებ მთელ კამპუსთან ერთად ვითამაშოთ და დალაგებაზე რაღაც იტყვი. კარგი რა, ვის აინტერესებს დასუფთავება? კარგი, მოგვიანებით შეგვიძლია დავალაგოთ. რამდენ ხანს ვაპირებთ აქ ყოფნას? ყვავილებით გვაქვს მოსარწყავი. და ჩვენ კიდევ გვაქვს ნაკელის მთლიანი ტომარა და ჩვენ პლასმასები გველოდებიან. შესანიშნავი იდეა მაქვს. ბიჭებმა საწყობში გიჟური ყუთი იპოვეს. მოდით ყველამ ერთად ვითამაშოთ ის. ხო! დენს ნაკელის ამოთხრა საჭირო აღარ არის, მეგობარო. ყვავილებს შეუძლიათ მოიცადონ. ახლა თითოეულმა თქვენგანმა უნდა გამოიცნოს რა არის ყუთში და ვინც გამოიცნობს გასუფთავებას გამოაკლდება.
მე ვიქნები პირველი. მიდი ძმაო. მიდი შეხე, ნუ გეშინია. მიდი ახლოს ხარ, მიდი შეხე. რაღაც ძაღლია, ძალიან ახლოს. არ მგონია მისი დაჭერა დამჭირდეს. ძაღლთან ახლოს ვარ? მიდი ძმაო, ეს ძალიან ადვილია, უნდა გამოიცნო. მიდი ძმაო, მიდი შეყავი ხელი და შეეხე, უნდა მიხვდე. მორჩა, ეგა, ორივე ხელით მიდი. გააკეთე, ნუ გეშინია. კატა? ჩუმად. ძალიან ახლოს ხარ. რაბი ხომ არ არის? ვაუ! შესანიშნავი ნამუშევარია ძმაო. შემდეგ მე მივალ, რადგან დიდხანს ლოდინი არ მიყვარს. ვაუ! ეს რთულია. აქ აუცილებლად ნელა უნდა იმოძრაოთ. ძალიან ნელა და ფრთხილად. ვერ შევძლებ. მე მეშინია. ჩუმად. შეეხე, როგორი იყო? მიდი, ძალიან ნაზად. როგორი იყო? ეს გველია. ახლა კი მოდი ამინამ გამოიცნოს, რადგან ეს თამაში სწორედ მან მოიფიქრა. ვაუ! ჩვენ უკვე მზად ვართ. შეხედეთ რა საყვარლობაა ყუთში. მიკ ბენს. არა, მიდი გააკეთე. დაბლა, ცოტა უფრო დაბლა. ფრთხილად. ღმერთო ჩემო. რაღაც ფუმფულა აქვს. ფრთხილად. ეს კურდღელია. ხო. ახლა ჩემი ჯერია გამოვიცდო. და არ გეშინია? ეს ხელები ნაკელში იყო, მათ არაფრის ეშინიათ. მე უკვე მზად ვარ, შეგიძლია ყუთი აიღო. ეს უკვე ნამდვილად ზედმეტია. უფრო საშინელია ვიდრე გველი? მიდი, თითქმის უკვე შეეხე. მიდი, შეეხე. გააკეთეს. ნუ გეშინია ასე ძალიან. ყველაფერი კარგად იქნება. ჰეი, შენ რა, გინდა გუნდიდან გაგაგდო? ტარაკნები? ხო. ის მხოლოდ ერთხელ შეეხო მათ. გონი ისევ უნდა გააკეთოს. მოდით ყველა მთხოვოთ დაგს რომ ისევ ჩაყოს ხელი. ყუთში, მოდი ვთხოვოთ. დაგ. გინდა ვაჩვენო როგორ უნდა გააკეთო ეს? მიდი დროზე, გააკეთეს. პოლი და მოლი, რომელიმეს ხომ არ სურს გამოიცნოს? მე მინდა. ეს არის? ეს დიდია? არა, ძალიან ნაზად. ძალიან საშიშია. ახლოს არიან არა? ახლოს არიან, ხომ ასეა? ხელი ბოლომდე უნდა დაწიო, რაც შეიძლება ქვემოთ. თლიანად ქვემოთ, ხელიდან ქვემოთ, ბოლომდე ქვემოთ. ძირამდე, თითქმის ძირამდე. არ შემიძლია, მეშინია. საერთოდ არ არის საშიში. ყველაფერი კარგადაა. სუნიასდის. ესენი არიან მივხვდი, ჭიები? ჯანდაბა.
ესენი რაღაც ჭიები არიან? ნეტავ გწოდნოდა. მატალები? ესენი არიან ჭიები? ესენი რაღაც ჭიები არიან? კარგი, დაასახელე ყველა მათგანი. ისინი მატლები არიან. კი. ახლა პონკა გამოიცნობს. მე? კი, შენ პონკა ხარ. მაგარია. რა არის ეს? მართლა ვერ გავიგე რა არის. ყველაფერი კარგადაა პონკა. ფრთხილად, ნაზად. ნაზია, მოეფერე. ფრთხილად. პონკა, ნუ ღელავ. ანტისტრესული ნივთია? ხო. ანტისტრესული ნივთი. მე უშიშარი ბუშტი ვარ. გახსენი ეს 5 დროზე. ჯანდაბა. დავიდა. ჯერ არ შეხები ხარ. კარგი მეგობრებო, როგორც ჩანს, ბუშტი ახლა უშიშარია. ასე არა? რა არის ეს? ეს ისეთი მარტივია. ეს შენი ძმა. უბრალოდ შეეხე თითებით და სულეგა. შეეხე. არ მოძრაობს, რაშია საქმე? მოეფერე. უბრალოდ ასე ნაზად მოეფერე. მიდი. რა არის ეს? უბრალოდ მოეფერე მას. მოიცადე. ბაყაყი? ხო, ბაყაყი. ახლა ჩემი ჯერია. ურში რომ არ მიყვირო, არ შეგიძლია? ეს ისეთი გემრიელია. რა ჯანდაბა? ეს რა არის? თეფშზე რაღაც დევს. უნდა გამოიცნოთ. ეს ნათურაა. ძეხვი? მას შენ გამოიყენებ კარგად. მიდი, შენი ხელით აიღე. ამის ჭამა შემიძლია? კი, თეორიულად კი. მართლა? ახლავე აიღე და ჩაკბიჩე. ეს რაღაც ცოცხალია? რა თქმა უნდა. რა არის ეს? რაღაც ელასტიური. აკორდეონი? კარგი, არ ვიცი. ბამბა? ეს რაღაც ცოცხალია? კარგი, გადი აქედან, შენ ვერ გამოიცანი. ეს ნუტელას შემცველი საფენია. ხო. აბა ეს რაღა? უფრო ძლიერად, უფრო დაბლა, ჩუმად. შუაში, ეს ზაღლის საჭმელია. ჯანდაბა. ეს ძალიან ადვილი იყო, რადგან სახლში 10 ძაღლი მყავს. ახლა მე ვიქნები ის, ვინც გამოიცნობს. აბა ვნახოთ რა გვაქვს აქ. ფრთხილად იყავი. ეს საშინელი რაღაცაა. სწრაფად, ძალიან სწრაფად. ეს რაღაც გემრიელია. ხომ ასეა, მეგობრებო? უბრალოდ ჩაკბიჩე ის. ჯანდაბა, რა სასიამოვნოა. და რა არის ეს? კატა? ეს რა, ლაფშა? მეგობრებო, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხით და დაელოდეთ ჩვენს ახალ სერიებს და ნახვამდის. ყველა